ბრიუსელის სკანდალმა ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში კიდევ უფრო აქტუალური გახადა გამჭვირვალობის აუცილებლობა და ამ საკითხზე მსჯელობა ის, რაც ევროპულ სტრუქტურებს ასიაკლიათ და რასაც საქართველოს უგრძალებდნენ. კორუფციის შესახებ ბელგიაში მიმდინარე გამოძიებამ ხელისუფლებისთვის კიდევ ერთხელ აჩვენა, რატომ ებრძვიან ევრობიუროკრატები საქართველოში გამჭვირვალობას. ნინი გოგიშვილის სიუჟეტი. კორუფცია არის ევროპული ბიუროკრატიის, თანამედროვე ევროპული ბიუროკრატიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. მთავრობის მეთაურის ეს პოლიტიკური შეფასება არაერთი ფაქტითაა გამყარებული. ევროპელი პოლიტიკოსების სახელი კორუფციულ თუ თაღლითურ დანაშაულთან ხშირად დაკავშირებულა. წარსულის გარდა ასია ახლაც. შესაძლო თაღლითობა და კორუფცია, ინტერესთა კონფლიქტი, პროფესიული საიდუმლოს გაცემა. ამ ბრალდებებით ევროპული გამოძიების ობიექტები ფედერიკა მოგერინი და სტეფანო ნინო არიან. დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ჩვენ 27 ელჩის დემარში, ხო? Რა თქმა უნდა, ეს დემარშიც იყო კორუფციის გამოხატულება თავისი შინაარსით. ევროპულ ბიუროკრატიას აქვს სერიოზული პრობლემები, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის კორუფცია და ამის მორიგი დასტური ვიხილეთ ამ გამოძიების დაწყების სახით. ქალბატონი მოგერინის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე ეხება გრანტის გაცემის დროს კორუფციას. აღუვებს იმ ეჭვს, რომ გამჭვირვალობის კანონის მიმართ პრობლემა იყო არამხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოსთვის მავნე პროექტების დაფინანსებას ხელი არ შეშლოდა, გამჭვირვალობის კანონის მიმართ ასევე პრობლემა აქვს იმის გამო, რომ გამომჟღავნდება, როგორც კი გახდება ცნობილი, როგორ ხდება ფულის დარიგება, ვის აძლევენ, ვის მიმართ არის ფარველობა, ფავორიტიზმი, გარიგება. ეს არის დასტური იმისა, რომ გამჭვირვალობის კანონს ებრძვიან კორუმპირებული ევროპელი ბიუროკრატები. გამჭვირვალობის წინააღმდეგ მებრძოლთა ვინაობაც ცნობილია და მათი ბრძოლის მოტივიც. კაია კალასის წინამორბედის კორუფციულ სკანდალში გახვევამ ოფიციალურ თბილის მორიგ ჯერზე დაანახა თუ რატომ გაატარეს კრიტიკის ქარცეცხლში საქართველოს ხელისუფლება, რომელიც გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის მსურველთა სიაშია. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს ფაქტებისა და კავშირების გაზრების სურვილი რატომღაც არ აქვს. ვერ ვხედავ ვერანაირ კავშირს ადამიანების განცხადებებთან და მათ შემდეგ შესაძლო კორუფციულ ქმედებებთან აი ამ საკითხში. ქალბატონი ფედერიკა, რომელიც ჩვენ ჭკუას გვასწავლიდა 2019 წელს, რომ თურმე ჩვენ ქართველებმა დემოკრატია არ ვიცით და უყუსვლით მივდივართ. ქალბატონო ფედერიკა, ეხლა ჩვენ როგორ ვქნათ, რა გავაკეთოთ? თქვენ მოგბაძოთ ამ კორუფციაში, მე დემოკრატიული იქნება საქართველო? ის, რაც ევროკავშირში მორიგ დანაშაულად წარმოჩინდება, მათივე მიდგომით სხვა ქვეყანაში იგივე დანაშაული დემოკრატიის დასასრულად აღიქმება. ამიტომაც მართველი გუნდისთვის ევრობიუროკრატებისგან კრიტიკა გაუფასურებულია, მათგან ვინც თავად ეხება სკანდალში. როდესაც საქართველოში ხდება მსგავსი ფაქტი ლამის ტრაგედიად და ქვეყნის და ქვეყნიერების დასასრულად წარმოგვიდგენენ ხოლმე ამ ფაქტებს და როდესაც მათთან ხდება ასეთი მსგავსი ფაქტები, მაშინ ეს ჩვეულებრივი მოვლენა. ჩვენთვის როგორც ევროკავშირის მოსურნე ქვეყნისთვის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს ორგანიზაცია იყოს მაქსიმალურად დაცლილი კორუფციისგან, მოსყიდვისგან და არა პირიქით იყოს დახურული სისტემა. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელმა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ იყოს სუფთა კორუფციისგან და მოსყიდვებისგან და არა ის, რომ დასაჯოს სხვა სახელმწიფოები, როდესაც ისინი ცდილობენ გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტების დაფუძნებას საკუთარ ქვეყნებში. Ursula von der Leyenis გარშემო Pfizer-ის სკანდალი, რომელიც მუსირებდა არსად არ არის გამქრალი, ასევე ქალბატონი კალასი, რომლის ქმარიც რუსეთ-უკრაინის ომის დროს შეუვლობდა რუსეთში მილიონობით დოლარს, ასევე ქალბატონი მარტა კოსი, რომელთან დაკავშირებით უამრავი იწერება მის ქვეყანაში, რომ იგი თანამშრომლობდა სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან და ეს ყველაფერი ერთობლიობაში, რა თქმა უნდა, ლუსტრირება არის დღევანდელი ბიუროკრატიის, რომელთა ეს ქმედებებიც და სხვა კიდევ ქმედებები აშორებს ევროპას იმ ღირებულებებისგან, რა ღირებულებებზეც ევროპა იდგა ათწლეულების განმავლობაში. დაშვებული შეცდომების გააზრება და გამოსწორება. ევროკავშირში გაწევრების მსურველი საქართველო იმედოვნებს, რომ ღიაობა და ფინანსების გამჭვირვალობა ბრიუსელისთვის კვლავაც ევროპული ღირებულებების სათავეში დაბრუნდება.